ხიბა თავისაშუა დადეწევე თავდამართ არა ჯერ ადრეა აიქით დაალევია დაგო აქ დავშეხა ძალიან მიყახა იქ ვერ მოგესალმეთ ვერ მოგესალმეთ ძალიან მიყვარხარ ამისგან გიჩნო ცხოვრებაში მოგახშეგრძნება რომ ძალიან ანა ეს ყველა ჩემი საყვარელი აბა რა მადლობა ბებო რანაირადაც არ უნდა გადამიღოთ ეს ბებერი ვიქნები მაინც არა ბებო ჩვენ გადაგიღებთ ახლა ძალიან ახალგაზრდად და იქნებით ძალიან ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი 8 კბილის ჯაგრისი დავთვალე აბაზანაში კიდე ცოტა სად იყავ ეგან თქვენთან ვიყავი 8 კბილის ჯაგრის იდევს მე ყველას გვაქვს კბილები და ჩვენი რამდენი ხართ შემოსწრებულები ძველი ვართ 4-5 შემოსწრებულში რას თulit რა თახა შვილ გათხოვილი რომოა ის ჩვენ შემოსწრებული ანუ შვილიშვილი ვისაც გაყვა ის შემოგესწროთ ხო იური მოდი ბევრი ვართ ბევრი რამდენი ვეღარ თვლი აი რამდენი ვეღარ თვლი 20 მეტი ვიქნებით ყველა რო დავთვალო ყველა შვილთაშვილი ესენი რო დავთვალო მეტი თქვენ თუ ყავთ საყვარელი რძალი ჩემთვის ყველა საყვარელია ჩემი რძალი შვილიშვილი შვილთაშვილი სულ ყველა საყვარელი ანუ ნუ თუ არ არსებობს ისეთი რომელიც არ მოგწონთ არ არსებობს მოუწონებელს არ ჩამოუშვებ სახში ვერ მოძანა ჩემ სახში მევიდნენ მე კი არ მივსვარ იმათ ანუ წინასწარ გაიარეს თქვენთან უცნობი ვინ იყო ახლა ჩემი უცნობი თერჯოლის რაიონში არ ყოფილა ყველა თერჯოლელის რძალი ყავთ აბა აგერ ყავს უყვალა შორებელი აბოს აფსაღებდნენ არ მომიყვანი ორი ძალი და ეს როგორ არის როდესაც თქვენი შვილი შეარჩევდა გოგოს კითხულობდით ვისი შვილი იყო ის რა გვარის იყო ო მე ვკითხულობდი ის იმან გეუბნება რომ მე ვკითხულობდი და ძირითადად აი რა შეკითხვები გქონდათ რა გაინტერესებდათ ვისი შვილი იყო ვისი მონაგარა იყო ვისი ჯიში იყო ხო ეს მაინტერესებდა ყველაზე მეტად რა გვარი ქონდა რა გვარი ქონდა ხო ხო და ამ ჯიში საინტერესო რა იყო ანუ ადამიანობა ხო მეტი არაფერი სიკეთე ადამიანობა კაი სიტყვა პასუხი გაცემა ადამიანს ვისაც რა ეკუთვნის ის უნდა გაცემა პასუხი ეს იყო ჩემში მე 8 წლის დავჭი დედას რომ მომიკვდა დედა ხო 8 წლის მამამ გამძარდა 7 ვიყავით გათხოვილიც იყო ჩემი დიშვილი ჩემდანზე ერთი ჩემზე უმცროსი იყო ჩემდანზე უფროსი იყო ჩემი დიშვილი ხო ო ის უფროსი და რო გათხოვდა ბევრი ვიყავთ ალი ეზოგე იმსებოდა ზაფხულზე რომ მევიდოდი ყველა სულ მარი ხოდა სულ ბურმარელის კეთება იყო ამ ხელა მქონა ხელები ჭაც რო ვაჯენდი მამამ არ მოიყვანა ცოლი არ მამა ჩემი დედინაცულის ხელში გაზილი იყო და თვითონ იგივე აღარ ქნა ვინ არ შეეხვეწა ვინ ყველა ეუბნებოდა ყველა ეხვეწებოდა მეიყვანე არა და ხალი დიასახლისი ვინ იყო თქვენ ერთი და ვანკიჩი გათხოვილი ახლა ცოცხალი ხო და ის იყო ჩვენ დიასახლისი მაგრამ ჩვენც ვეხმარებოდით ამ პატარა ხელებით რაც შეგვეცდა ანუ ბოლომდე ხალის გარეშე დიასახლისის გარეშე იცხოვრეთ ხო არ მევიყონ მეცულს მე თქვენვე სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ ჩემი დედნინაცა რო გატეხავდა ჭაცო რომ ჭადი იქნებოდა თუ რაც ხალხ მოგცემდა
გატეხავდა ახლა იქ თვალით რო შეხედავ ეს იყო მეტი ასე მიცემდა იმასო და ამას მე. პატარას მეო. ხო. თვალით თუ არა კერდუ დაუზომები. ხო და ამას არ ვიზამ არა ვინ არა კაცო ბიძებმა სულ ყველა მუთხრა მე იყვანე ამ ბავშვებს გადაუნდა მე ვათევ ღამეს და მე გავზიო არავის არ დავავალებ ჩემი შვილებს გავზა ორი მაინც პატარა ერთი კიდო ჩემზე პატარა იყო და გათხოვილიც იყო მაგრამ გათხოვილი იყო ის ასული იყო ის ასული ოფჩას ცხოვრობენ ფეხთან გასულ გამოსულიყავ იქ თქვენ თვითონ სიყვარულით გათხოვდით არა კაცო სიყვარულით ვის ჩემმა მამაჩებს სიყვარულს ეტყოდი რომ ეს მიყვარს და დავყვევო რატოა არა რატო აპარავით რატო იქნება კარგი ბიჭი შეყვარებოდათ მაინც არ ხო და აი რატო არას გეუბნებოდათ რომ აი რატო მე ჩემი თვალით უნდა მომარჩიო ჩემი დასიჭო და თვითონ შეგირჩიათ თვითონ არ შემიჩიე მაგრამ მე რო ნახა გეიკითხა წამევიდა აქ თქვენს შერჩეულ ქმარში გაუმართლა კი კაცი მე და მოუტადო და თუ არა კაი ქმარი შეგიყვარდათ რა ვარ შემოყვარდა აბა შვილებს გავაჩენდი უსიყვარულოდ გაჩნდება შვილი რამდენ ხანში შეგიყვარდათ რა ვიცი მაგას ახლა ბუში ვიყავ მეც და როგორ მიხვდით რომ შეგიყვარდათ ნახულობა იყო მოწონება იყო იმათაც მეწონა და მამაჩემ მოვუთხრა რა მაგ დასაწუნიო და ხოლოთო ჩემს შვილსო ცუცნო ის არ გეტყვით არაფერი ცუცო არაფერი უთხრათო და შეთანხმდით ერთი მოროს და იცხოვროთ და იყავით და ისე გითხრათ მერე ცუდი არა კაცო არა და როგორ მიხვდით რომ შეგიყვარდათ აი როგორ იგრძენით ეგ ახლა დროთა განმავლობაში ერთად წვებოდი ერთად გებოდი ერთად სვავდით ერთად ჭამდით და ანუ არ შემიყვარდებოდა აი არ ვიცი აი ის დღე გმინდა გაგახსენოთ როცა იგრძენით რომ შეგიყვარდათ არასდროს არ ძულებია პირველად რო შევხედე მე თქვი ვისაც უნდოდი და ახლა ხო ვიცოდი ხო ყველაზე უკეთესი იყო ეს და რაზე თუ კი ის კი იტყო და კიც მე რატო ვიტყოდი ვარ ბებია მე ვის გავარ ეშმაკს რა ვიცი მე რა მითხარი ვის გავხარო ბაბუაშის მაგრამ რა მითხარი ბაბუაშენი რა იყო უფრო და მეტი ლამაზი იყო ბაბუაშენი მართლა ლამაზი აი ამას გეუბნებოდით რომ ეგ მომესმინა რომ ქმარი ლამაზი გყავდათ კი აბა ნახე და დავრჩიდე რო არ მომწონებოდა დავრჩებოდი არა ხო დავრჩებოდი არა თქვენი აზრით ის დრო და ეს დრო რითი განსხვავდება მაშინ სულ სხვა დრო იყო ვინ კინოში ვინ გაგიშოვდა მიყვებოდა მამაჩემი ისიც იყურებდა კინოს სოფელში ატარებდნენ ხო ღიაცის ქვეშ ვიცი კი ისიც ყურობდა და ჩვენს ახლა რა ხდება ახლა შვილიშვილებთან ახლა ვიღა გეკითხება კინოში მიდის თუთია რომელი ჯობია არ ვიცი ჩემთვის ის დრო მიჩვენოდა მე რომ მამაჩემის ხათრი მქონდა მე მამაჩემი რო შემევიდოდა სახში ყველა ავდგებოდი ძეზე ეს სკამძევზები მეო მე ახლა ჩვენ მე გავცემდი უმფროსო და პასუხს ნუ არა ჩემზე უმფროსებიც იყო მე გავცემდი იქნება ჩემი კიდე და ჩემი სკამი მეც მიტოვდა კითხო მე ვატყოდი მამაჩემ ერთ სკამძევზები სულ ყველა წამჩენდები ძეზე ის ჩვენი მამის შეფასება იყო ის ჩვენი ფეხზე ადგო თქვენი მამის მართეს დამოკიდებულება განსაზღვრა მამამაც, ხო? თქვენთვის იმდენი გააკეთა, რომ პატივს სცემდით. მესმის ეს, რასაც ამობთ, ეს კაცის მიმართ ეს დამოკიდებულება რატო ხდათ, მაგრამ ის დრო მაინც რატო გირჩევნოდათ? ეხლა თავისუფლებაა. თუ არ მოგწონთ. ახლა აშობა. აი რა შეგამოიხატება ეგ აშობა? მე მამაჩემი შეუკითხავად წყალზე არ წევიდოდი და ახლა შეიძლება საზღვარგარეთ წევიდონ არავის არ კითხო არ არის ეს მართალი კი და არ ჯობია ესა არ ჯობი თქვენ გინდათ რომ ყველაფერი იცოდეთ უნდა ვიცოდე ხო დეიძახოს კაცმა და სადარი ბავშვი შვილი არ ვიცოდე ესე ასე იცოდა მამაჩემა თქვა დეიბარე 14 მიდიხარ
კინოს არ გიშლი, წადი კინოში. კი მაგრამ დაიბარე. ხო, დაიბარე რომ მკითხოს კაცო სად არის ბავშვი, არ ვიცი. ხო მამაჭრა თავი. შვილიშვილებს გიტოვებენ? შვილიშვილებს ჩემი გაძილებია სოღალა. მე მყავდა თქვენაირი ბებია ხარაგაუში, სხვათა შორის ძალიან გავხართ, ისე გავხართ ეხა რომ გიყურებ, ძალიან ასეთი ჭაღარა იყო, ცისფერი თვალები ქონდა. და დედაჩემი და მამაჩემი ჩაგვიყვანდა, დაგვტოვებდა და მე მიდიოდნენ თვითონ და მთელი ჩემი ბავშვობა გავატანე მანია მაჭავარიანთან, ზუსტად თქვენაირი ბებოსთან. და საქარიქეთში ცხოვრობდა ხარაგაულის რაიონში და შესაბამისად სისხლი მქონდა გამშრალი ბებია ჩემისთვის, ხან სად მეძებდა, მე ცელქი ვიყავი, მაგრამ საუკეთესოდ ის წლები მახსენდება და ბებიასაც ალბათ ძალიან უყვარდი. და თქვენი შვილიშვილები და თქვენ როგორ ხართ? რა ვიცი, მე ვის გძულ ვარ ბებო. არა, ეს უკვე გაზრდილა, ბავშვობაში მაინტერესებს რა შვებოდა, რო გიტოვებდნენ. არაფერს უჩემოთ არ გადვიდოდა მეზობელთან და ანუ ესეთი წესრიგა შვილიშვილები ყავდნენ. რაბა მიდიოდა და წასვლას კი არ უშლიდი, მაგრამ ცოდნოდა სად იყო. ამას ვეუბნებოდი, ამას ვასწავლი. სად მიდიხარ შენ ბავშვებში მიდიხარ, ქვედა კუთხის ბავშვებში მიდიხარ, ახლოში მიდიხარ, ამხანაგებთან მიდიხარ, ვიცოდე მე. ანუ მე როგორც მივხვდი, თქვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ თქვენ გქონდეთ კონტროლი ხელში, ყველაფერი იცოდეთ. კი ბატონო. ხო წამომყევი მე რო ჩავაბარე უნივერსიტეტში თბილისში წამომყვა და ჩემთან ერთად ცხოვრობდა. მარ თბილისს წაყევით შვილი, ეს სახლი როგორ დატოვეთ თქვენი სოფელი? მე რა ძრები მყავდა, მე მარტოანე მევიყვანე ოჯახი და მოყვანილი ოჯახს აღარ გუძღებოდნენ ისინი. ხო. სადილო ხსენს ვერ გაკეთებდა. და თქვენ წაყევით თბილისში? ვიყავი ხო ერთხან. რამდენი ხანი? რა ვიცი, რამდენი ხანი ვიყავი. 5 წელი გაძელით თბილისში? სულ კი არა, და მე ვიდოდი ხოლმე სახში და თქვენ ხედავდი აქ ოვრობას და ვიდოდი ისევე და მივდიოდი. თბილისში რას აკეთებდით? ვაჭრობდი. ანუ რითი? ყველაფრით. ხელით, ლობიო, ხო. როგორ კარგად მორგებულ ხართ თბილისში? მე ვერგე და 2 კაპიკის ჩემ თუნარ შოვობდი, სახში და ვზანიდი. ბავშვების საჭმელით მქონდა, ქერეთ ფულსაც ვიხდიდი. ყაჩაღბებო, აი ეს რას ნიშნავს მამის გაზრდილი რო ხართ, ნახეთ? სად გამოგადგათ? ხო, მართალი. კი, ეგ არის ობლობაში მამის გაზრდილი გოგოს ინსტინქტი, რასაც თქვენ ეხლა. მამაჩემ ყვირიას უძახოდი ჩვენ, მაგრამ დედაჩემ რო და მამაჩემ და დუყვირი. თქვენ შვილიშვილებს ასხავებთ? ასხავებთ შვილიშვილებს? ვანსხავე. რას ვანსხავებ, კაცო, ყველა შვილიშვილია ჩემი. აბა ერთ რო გაყევით, სხვებს რატო არ გაყევით? ყველა მოუსწრო, მე უფროსი ვიყავ. ყველა მოდამალივე თავთავის ადგილი და ყველა. მარტონ არც ერთი არ გამიშვა. ესე იგი არ გამომივიდა თქვენი გამოჭერა არაფერში. აჰა. მოგიგე ყველაფერი. ყველაფერში მომიგეთ. რა ვარ ჩხარელი. როდესაც ქმარი ყავდათ, გაყოფილი როლები გქონდათ, თუ ყველაფერს ერთად აკეთებდით, თუ გაყოფილები იყავით? საქმიანობის თვალსაზრისით, აი ვინ რას აკეთებდა ოჯახში? ეს ყველა ვიცოდით, ჩვენსა კაცი სამსახური მიდიოდა დილას და მოდიოდა საღამოს. ბონდერი იყო რა, ბოჭკებს და ბაჩონკებს და იმას აკეთებდა. ამით გავგზარდეთ შვილები, სახლიც მითი ავაშენე, ყველაფერი, აბა მოხეთ, ჩემი აბრეშუმის მოყვანილი ფულით რას გავაკეთე. ხო. და კოლექტივში ვიმუშაობთ. ხო. ეს ხვაგანა მერელევის წყეძევში ინვალთა სახლში ვიმუშაობთ. ანუ ეს სახლი თქვენი დააშენეთ? ეს პატარა თავიდანი აქანა ვიყავ. მეორე გავაკეთე იქითკენ და იქითკენ ორსართულიანი მაგახაისი. ჩემი ესეც და ის. ანუ თქვენ და თქვენმა მეუღლემ გააკეთეთ? კი. რატომ გონია რომ ოჯახში უფროსი თქვენ იყავით? რასაც ვიტყოდი, თუ არ მეეწონებოდა კი ბატონო. მაგრამ ყველაფერი მოწონდა. ხო, და უწესოს და უნიროს არ ვიტყოდი, გრახას არაფერს ვიტყოდი, ცუდს არაფერს მოვუტეთებდი. რატო არ მოწონებოდა? ანუ გამოვიცანი. კი. კი. ხო, ეს იგრძნობა აშკარად თქვენს ენერგიაში. აი თქვენს დროს სიყვარულის გამოხატვა როგორი იყო? ნახე. ჩემმა დისკმარმა გარიგებას ავიტებ. ნახეთ და აღარ გამიშვეს აქედან დავჭი. ხო, მაგრამ ეს სიყვარულს როგორ გიხსნიდათ? მას გახსნა არ იცოდა ის წევიდოდა მუშაობდა ფულს მომიტანდა 100 ლარი ვეშონა 100-ს მომწონდა მე. ანუ ეგ არის სიყვარულის სახსნა 100-დან 100-ს თუ გაძლევდა ხო. თავისთვის თუ არაფერს იტოვებდა? და თქვენ როგორ უხსნიდით? სიყვარულის სახსნელად ვისეცა და დაღლილ და კაცულო და დამეძინებოდა გათენდებოდა გმოდი
ძროხამოსავლელი ყავდა და ინდოურ და კატა. არ მჯერა. ერთხელ მაინც გექნებათ სიყვარული ახსნა. აბა. ბევრი მესმოდა ბოდიში ამ სიტყვაზე შენი დედა, შენი იმას ჩემი დედა და ჩემი მკვდარ ცოცხალი არ უხსენებია. ამისთვის ერთი კაი ის იყო ჩემ გულში. ხო. დადებითი. ძლები გამოგადგათ. კი. ენა შემოუბრუნები არც ერთ მეორეს ჩემს. თქვენ როგორი დედამთილი იყავით? რა ვიცი, მაგ ძლებს კითხე. მე რო თქვა ვიქო ჩემი თავი არ გამო. ძლებს კითხე, თუ ვიყავი ცუდი დედამთილი, ძლებო. თქვით, ან დედა მიხსენებია თქვენი ან მამა, ან ცუდი ხარ, ან ეს რატო არ გააკეთე, ან ეს რატო წახდა, რატო გაფუჭდა. ზოგი გაკეთება, ზოგი წახდება. სულ რო აკეთო და წინ წახვიდო, ზეცას მიეწირებ თავს. რა სურვილები გაქვთ? ვიცოცხლო. არაფერი არ მინდა მეტი. გაწუხებთ რამე? არაფერი ახლა ისე, მაგრამ ისე მაინც რემატიზმები მქონდა, დავდიოდი ნაღველი. რემატიზმები მეც მაქვს. ნაღველი მტკივრი. ნაღველი მეც მაწუხებს. ხო. მე დავდიოდი იმაში, ზეკარში იქ წყალს ვავდი იმაზე. მეტი არაფერი არ გაწუხებთ? არაფერი. თქვენ გაიხარეთ, ბებო, დიდხანს იცოდი. გადასარავად გამოიყურებით. რა ვქნა, უკვეთესი მინდა რომ ვიყო, მაგრამ არ გამოეკეთა უკვეთესი მომაჩა. დავამაჩეჩეთებ დამანები ახლა აღარაფერი. თქვენ ხართ საოცარი რესპონდენტი. აღარაფერი მკითხოთ. ანუ იმერელი ბებო მაინც სხვა ბებოა რა. Paxlava რა თქმა უნდა. Baklava თუ paxlava? Baklava. რომელი შვილო? Baklava აჭარულად. ანუ შენ მე მისცა ეკლერი თუ baklava? მაინც თბილისში ჩეჭამ ეკლერს. ძალიან ტკბილი არ არის. ერთი baklava, ერთი ეკლერი, მართლა არაფერი არ გინდა? არა, მართლა არაფერი. ანუ შენ არ ჭამ თუ ეხარ? არა, კივჭა კარგი, მოდი ავიღებ. რა, შენ baklava-ს უშეჭამ? არა. მე აქ ავარჩევ. ერთი მედოკი, ესე იგი კარგია. მე მინდა უკოფეინო ყავა და ცივი წყალი. შენ რა ირჩიე? ლიმონის ტირამისუ. იცი რა გემრიელია? ხო, შესასწაულია. მე მამა პაპური მიყვარს. თქვენ რა წიკები გაქვთ? მე მაგალითად წყალში ავუცობთ ნოღარული ცივი წყალი ყავაში. ესეთი ვიწრო ჭიქი წყალს ვორს. უგემრიელესი ყავა და დარწმუნებული ვარ უგემრიელესი ნამწვრები. სოფო, ბატონო. მე გადაცემებში ძალიან ხშირად ვცდილობ რომ ადამიანები დავარწმუნო იმაში რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნა შეგვიძლია ყველას, ნებისმიერ ადამიანს. უბრალოდ ამისთვის არის საჭირო სურვილი, ნება, ნებისყოფა, ბევრი რამ, იმის რომ შვიდი ცხოვრება გქონდეს, პარალელურად турბულენტობაში არ ვიყო და ცხოვრება არ გვარყევდეს, ანუ ბევრი რამ გჭირდება იმისთვის რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია შექმნა, თუმცა ეს შეგვიძლია. ჩვენში ყველა ქალმა უნდა დაიჯეროს. რომ ყველა შეუძლია, აი ყველა ქალმა უნდა დაიჯეროს, რომ შეუძლია უარი თქვას მედოკზეც კი. მაგრამ მე რაზოს ვერ ვამბობ ყველაზე უარს. ეს მედოკი შენია, ჩემო სიყვარულო. სასწრაფოდ გადამარჩინებ. აი მედოკზეც კი შეგვიძლია უარის თქვა. მე ვერ ვიტყვი უარს. ხო, მაგრამ ეკით რომ პირველად ვნახე, ხო, ეს თოჯინები მგონია სულ ესეთი ნამცხრები და შენ თუ გემრიელიაო და გიჯერებ. გასინჯე. და შენ ხარ ძალიან კარგი მაგალითი. გოგო რომელსაც დაიკლო 120 კილო, ანუ ორი ადამიანი. კი, ორი ადამიანი ფაქტიურად დავკარგე მოვისროლე სადღაცა შორს წლების წინ. უკვე მე-9 წელი დაიწყო. რამდენი კილო იყავი? 185 კილო ვიყავი, ნანუკა. იცი რომ ხელ ვიყავი, აი
არა ამ ქვეყნიურად სიარული მიჭირდა, ანუ ჯანმრთელობის გადაადგილება, არანაირი ჯანმრთელობის პრობლემები არ მქონდა. დიაბეტიც არა, არაფერი. სუნთქვის პრობლემა. არა, სუნთქვის, ანუ სიარულის დროს, მოძრაობის დროს, ნუ წელზე მაწუხებდა რა თქმა უნდა და ხერხემლის. კი. ხო და ამიტომ გადავწყვიტე, ნუ ბარიატრია დავიკეთე. მე ვიყავი მაშინ 26-27 წლის, 27 წელში. მაგრამ აი, როდესაც ბარიატრიამდე კიდე მე სწორიყვებით დავიკელი, ქალბატონი ქეთი ალბათ მიყურებს, ამ მიყვარს. ქეთი ასათიანი არის ჩემი ენდოკრინოლოგი, რომელსაც ვგიშდები და მისი დახმარებით დავიკელი 75 კილოს სწორიყვებით. ამას არ მოვჭრი, იმიტომ რომ კარგი ენდოკრინოლოგები ამ ქვეყანაში საძიებელია და ამიტომ იცოდეთ რომ ასეთი გამოცდილება აქვს. ქეთი ასათიანს ძალიან მინდოდა გახდომან, ანუ აი როგორ დასტრესილი დავდიოდი, ვერ აგიხსენებთ. სოფო, რომელი წლიდან დაგეწყო პრობლემა ჭარბი წონის? ზოგადად ბავშვობ 13 წლიდან დამეწყო, 13 წლიდან ვებრძოდი ბავშვობიდან, დედაჩემი ჩემთან ერთად ებრძოდა ჭარბ წონას. მაგრამ ეხა ბავშვი მოგეხსენებათ ყოველთვის, ანუ მიყვარდა ბავშვობიდან ძალიან ბევრი ჭამა, რა თქმა უნდა, იქ მიმალავდნენ სახში საჭმელს არ აჩერებდნენ, რაღაცა პურპუნთუშაული, ტკბილეული, ხო გეუბნები, აი გიჟდები. დღესაც ესე ვარო, ტკბილის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. მოულოდნელი მომატება იყო. მოულოდნელი მომატება იყო. რამე ჰორმონალური პრობლემა? არანაირი, ანუ ზედმეტი ყვება? არანაირი, ზედმეტი ყვებით ვიყავ, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ გადავიღე ჰორმონების ჩევამოწმა, ყველაფერი შემოწმებული მაქვს მილიონჯერ, ძალიან ბევრჯერ, მაგრამ ჰორმონული დახვეები არასდროს არ მქონია. და ყვების გამო თან გენეტიკამა შემიწყო ხელი მამის მხრიდან, ცოტა პუტკუნები მყავდა, ბიძა, მამიდა და თუმცა ასევე მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ თანამედროვე კვლევა ადასტურებს, რომ გენეტიკა წონასთან კავშირში არ არის. კავშირში არ არის, მაგრამ იმ დროისთვის ანუ თუ გენეტიკურად ყავთ ვინმე ჭარბწონიანი, ამან არ შეგაშინოთ, იმიტომ რომ თქვენი ინდივიდუალური მოდელი შექმნა შეგიძლიათ, ეს არ არის გენეტიკური პრობლემა. და ბავშვობიდან ეს ჩაბეჭრილი მქონდა, ჩამბეჭრს, რომ აი გენეტიკა. კი, ჩვენ ხო არასწორი დაჯერებები გქონდა. ბავშვობაში. რა გქონდა ინფორმაცია. ამიტომ მე ზავიჯერო გენეტიკურად თან მოგეხსენებათ რომ მიყვარდა ჭამა და აი 13-დან 17 წლამდე მანამდე ვიდრე სკოლა დაამთავრე, აი რა წონით იყავი და ამ წონას რა პრობლემები ახდა, არანაირი ფსიქოლოგიური კომპლექსები აქვს. კი, ნამკა, მეგობრები მყავდა, ოღონდ ძალიან მცირე რაოდენობის, იმიტომ რომ სულ მე ვიყავი თვითონ ძალიან კომპლექსიანი, ძალიან ან წონის გამო მე დავაჯერე საკუთარ თავს, რომ ანუ ჩემი წონის გამო მეგობრები ჩემთან ვერ შემოდიოდნენ, ხო, ძალიან რთული პერიოდები გავიარე, კი, ეხლა რომ ვერ მიმადგება ბავშვობის პერიოდს რო ვიხსენებ. ეს რამდენი წლის ასაკში? ეს იყო სკოლის პერიოდში. აი ახლა იგივე ასაკში მყოფ ბავშვებს რას ეტყვი? ვინც იგივე პრობლემებს გადის? წონა არაფერ კავშირში არ არის, საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს, უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი, როგორ სხეულშიც ხარ, ისეთი სხეული უნდა გიყვარდეს. წონას ყოველთვის მოაგვარებ, ყოველთვის შეძლებ, რომ ანუ საკუთარი თავი წარმოაჩინო ისე, რომ წონა მეორე ხარისხოვანად დატოვა. ნამდვილად და ვიზუალური მხარე საერთოდ არ წარმოადგენს პერსონაჟს. მე ბავშვობაში, ანუ ჩემი კლასელებიც სხვანაირად მიყურებდნენ და ეს ყველაფერი დაილექა ჩემში და ხომ არ იყო რამე ბულინგი ამის? კი, როგორ არა, წონის გამო ჩემთან არ მეგობრობდნენ. სოფო, ამას თვითონ გეუბნებოდნენ? მამას მეგრძნობდი, იმიტომ რომ ჩემთან ურთიერთობას არ იჭერდნენ. იქნებ ეს არ იყო წონის გამო და? არა, ეს წონის გამო იყო ნამკა. ეს წონის გამო იყო, ეს ძალიან დიდი ხანი გამყვა სტუდენტობის პერიოდშიც, ძალიან ბევრი მეგობრები მყავდა უკვე სტუდენტობის პერიოდში, იმიტომ რომ პუტკუნა სოფო ყველას უყვარდა ძალიან მხიარული, როგორც ხდება ხოლმე პუტკუნა ადამიანი ყველას უყვარდა. მეც ესეთი ვიყავი, ანუ ძალიან ზოგადად ძალიან მხიარული ვარ, ძალიან სტუმართ მოყვარე ვარ, ძალიან მიყვარს სამეგობრო, ანუ გასვლები მიყვარს მეგობრებთან და ამის გამო, წონის გამო უყვარდი ყველას. რა ასაკში გაგიჩნდა იმის მოთხოვნილება, იმის აუცილებლობა და რამ დააყენა ეს აუცილებლობა, ანუ რა აღმოჩნდა ის მთავარი მიზეზი, რამაც მიგახვედრა, რომ უნდა გეზრუნა წონის კლებაზე? ვეღარ დავდიოდი. სიარული მიჭირდა, უკვე ფსიქოლოგიური პრობლემებიც დამეწყო, სახლში დავჯექი, სამსახურის სახლი აღარ გავდიოდი, ანუ კომუნიკაცია არ გინდოდა არავისთან. ამ ხოლმე წონის და მიუხედავად, ყოველთვის მუშაობდი. სამსახურში შემექმნა პრობლემები წონაზე. ანუ ხო გეუბნებით, ძალიან ბულინგის მსხვერპლი ვიყავი. სამსახურშიც კი. კაცო, ანუ იქ ხო ბავშვები არ არიან, შეიძლება მოზარდ საპატიო იმან არ იცის. ვიყავი 24 წლის. ერთ-ერთ
არ დავასახელებ. ხო, მაგრამ რა მოხდა თუ შეგვიძლია? არაფერი, მენეჯერი მაბულინგებდა, რამ ხელა ხარ, რას გავხარ, წადი, ანუ ცოტა ჭამე, დაიკელი, ანუ რა მენეჯერს ვინ ეკითხება, ვინ რა წანა? ხო, იყო ესეთი შემთხვევები ძალიან ბევრჯერ. თავის დაცვას როგორ ახერხებდი? ვერანაირად ვერ ახერხებდი, ანუ გავდიოდი და ცნობად ვეღრებოდი. აი რა. ის 4 წელი ჩემთვის იყო. მაგრამ გადავლახე. წამოვედი, არა ჯერ გავიკეთებ, აი მაშინ გადავწყვიტე და დღესაც მეუბნება ის ქალი, რომ ეხლა ძალიან მიყვარს, მართლა ძალიან მიყვარს ეს ხელბატონი და თვითონაც გიჟდება ჩემზე საუკეთესო არავინ არ ყავს. არ მითხრა ეხლა მასთან მუშაობ. არა, ეხლა მასთან არ მუშაობ, მაგრამ ხშირი კონტაქტი გვაქვს, მირეკავს რაღაცა, მაგრამ იმასაც მეუბნება, რომ მე რომ არა, შენ დღეს არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროთ. ბულინგით არ შეიძლება შედეგის მიღწევა. შენ დღეს ანუ ვერ მოახერხებდი მაგას ერთ-ერთი მიზეზი მეც ვარ. შეგეძლო ცოტა სხვა ფორმით გეთქვა. მაგრამ ძალიან მიყვარხარ, იცოდე. ესეთი ბულინგის ხარბიც ვიყავი, მე რო ვერ გავხდი ვერაფერი, ჩემი და მოუვარდა. ყოჩაღდას, მეც იგივეს ვიზამდი. კი, იმიტომ რომ მე ძალიან გეუბნები ძალიან ესეთი მიამიტი ბავშვი ვიყავი, იმიტომ რომ ბავშვურად ვაზროვნებდი სიმსუქნეში. ახლა სულ სხვა აზროვნება მაქვს და მაშინ სულ სხვანაირად ვაზროვნებდი. ოღონდ ახლა სწორად უნდა აუხსნათ, რომ აყრობლმა გაიგოს რას გულისხმობს. თავდაჯერება გაყდა მაშინ. აი ზუსტად. და ახლა თავდაჯერება, რაც უფრო მეტად აძლევს ძალას და ენერგიას და უნარს საკუთარ თავი დაისვას, რომ იგივეა რაც იყო მაშინ დარწმუნებული ვარ. მარტო მაგ სამსახურში არა, ზოგადად საზოგადოებაში ვიყავი ყოველთვის ბულინგის სხვაყი, სადმე თუ მივდიოდი, ყველა მიყურებდა, ყურებას თავიდანვე ჩემიდის თაყვანისმცემლებს, ჩემიდის დედა ვეგონე ხოლმე და ანუ ეს ჩემთვის ძალიან მოქმედებდა, ძალიან მოქმედებდა. საკუთარი თავთან ურთიერთობა როგორი გქონდა? სულ მქონდა, რომ დავიძინებდი, სულ ვოცნებობდი, აი ყოველთვის რომ თვალს გავახელდი და სოფო, აი შენ აი ზუსტად ვიცოდი რომ მოვიდოდა ის დღე და მე გამხდარი როგორც მინდოდა ისე ჩავიცვამდი აი როგორც მინდოდა კონკრეტულად წარმოიდგენდი რა გეცვალა ანუ აფირმაციებით ვიყავი დაკავებული აი ხა ზუსტად როგორიც ვარ ზუსტად წარმომედგინე საკუთარი აფირმატორი ზუსტად წარმომედგინე დღესაც როგორც მინდა როგორც მინდა ვიყო ანუ ვიცი და ზუსტად წარმოვისახავ და მე იმ შედეგს ძალიან ძლიერი მექანიზმი და ინსტრუმენტია ეგ რო იცოდი სრულების და ოცნებების შესრულებაში ძალიან ძლიერია რომ ეს დაიხმარო აფირმაცია. ძალიან მეოცნებე ვარ და ძალიან მიყვარს ბევრი. ოღონდ მაყურებელმა უნდა იცოდეს რომ ამ აფირმაციების დროს კი არ უნდა ვიბარაუდოთ ზუსტი წარმოდგენა უნდა გქონდეს და მე ზუსტად წარმოვიდგენდი სულ მოწესრიგება მიუხედავად ამ ხელაწონისა, ის სულ მიყვარდა გაპრენჭვები, სულ სალონებში დავდიოდი, სულ თმას ვიკეთებდი, ანუ სულ მიყვარდა ეს მოწესრიგება, მაგრამ ეს სათანადოდ ვერ ვაძლევდი თავს იმ საშუალებას, რომ აი რაღაცა ჩამეცვა, ეს ჩამეცვა, მაგალითად შარვალი ჩამეცვა. ეგ თავისთავად, მაგრამ სოფო საკუთარ თავი გიყვარდა? თუ გეცოდებოდა? არა, მიყვარდა. იყო, ძალიან მაგარია. მიყვარდა, რატო არა? ანუ ყველაფერს და მივხედავთ, კი, სარკეში ჩავიხედავდი. ანუ აი მომწონდა ის ხუთკუნა სოფოც კი კარგია, აუცილებელია. კი, ნანუკა ძალიან მომწონდა, მაგრამ ის საზოგადოებიდან ვერ ვეგუებოდი მაგ ფაქტს, რომ ანუ არ მღებულობდი, ეს საკუთარი კომპლექსებია, მინდა გითხრა. მე რო ცოტა სხვანაირი მყოფილიყავი, ანუ უფრო სხვანაირად წაისახებოდა ჩემი ცხოვრება და უფრო სხვანაირად იქნებოდა საზოგადოება ჩემს მიმართ. მე რო ჩემი თავი სხვანაირად წარმომედგინა. ანუ შენ რადგან ცხვრენოდა ყველაფრის ესეც იმოქმედა. ძალიან მიყვარდა საკუთარი თავი და დღეს აი ასმაგად მიყვარს და გიჟდები ძალიან ისე არ ჩამითვალოთ, მაგრამ ძალიან სწორად ჩაკითხე. გიჟდები საკუთარ თავს. სარკეში რო ვიხედებ და დილით სამსახურში მივდივარ, აი არ არსებობს სახლიდან მაღაზიაში კი არ გავა მოუწესრიგებელი. გიჟდები, ყოველთვის მოუწესრიგებული ვარ, ყოველთვის სალონში დავდივარ, ყოველთვის ვცდილობ რომ რაღაცა ახალი შევიძინო, რაღაცა მოვარო, აი გიჟდები, ისე მიყვარს გაფრენჭვა, რომ აი სოფო, ესე იგი, იქად მინდა რომ მივიდეთ, ანუ შენი ბულინგი უკვე 24 წელსაც აქ სამსახურში აღმოჩნდა იმის მიზეზი, რომ რაღაც უნდა შეგეცვალა თუ შენი ჯანმრთელობა ის რომ არა, ჯანმრთელობას არანაირი, უბრალოდ საზოგადოების დამოკიდებულება და ჯანმრთელობასთან რომ არ შემქმნოდა პრობლემა. აი, ამიტომ გადავწყვიტე. დავიწყე ბარიატრიას მიმართინან. თუ მაგრამ მანამდე დავიკელდე. მანამდე დავიკელდა, მე უკვე მაგრამ შედეგით არ იყავი კმაყოფილი. ხო, არა, შედეგით ვიყავი კმაყოფილი, მაგრამ აი მე უკვე
ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდი და იქ ეხა ხო ხტები ანუ ხო რაც მუშაობდი გახტომისთვის იქ უკვე დავიწყე მომატება და იმ აქ დროს გადავწყვეტე რომ მეთქი ანუ სოფო საკმარისია თუ ვერ აღწევ ესე მივმართოთ ბარიატრიას რომელზეც სხვათა შორის რაღაცა წლების განმავლობაში იყო სტიგმა და ამბობენ რომ აი ბარიატრიის შემდეგ ყველას უხდება მოდი დავიწყოთ იქედან რომ ნებისმიერი შედეგის შემდეგ ყველას უხდება სულ რო სწორი კვები დაიკლო თუ შენ თავს მიუშვებ სუხთები აქ ბარიატრიის შემდეგ კი არ სუხდება უბრალოდ ბარიატრია ხალხს აჯერებს რომ თუ ბარიატრიას გაიკეთებენ განაღდებული აქვს და განაღდებული არ გაქვს თუ შენ გაქვს ჭარბი წონის პრობლემა მთელი ცხოვრება უნდა იყო აბარა კონტროლის ქვეშ და ეხლა მე მასე ვარ მთელი ცხოვრება აი ბარიატრიის შემდეგ ხო არის ძალიან უბრალოდ მარტივი დავასრულებ რომ იცოდე უბრალოდ ბარიატრია არის შედარებით მარტივი გზა როცა 100 და 120 კილოს დაკლება გინდა არ ვიცი რა დრო დაგჭირდება სწორი კვებით და ბარიატრია ამას გიგوارებს მოკლე დროში ეგ არის რა მოკლე დროშიც ვერ მოგიგوارებს თუ შენ ბარიატრიის შემდეგ არ შეუწყო ხელი იმიტომ რომ არის შემთხვევები ბარიატრიის შემდეგ იმატებენ კი რა თქმა უნდა მოვლა უნდა ყველა და უკვე 8 წელია თავს ყოჩა სოფო ყოჩა დაიწყო და ბარიატრიის შემდეგ დავიწყე წონაში კლება, დავიწყე სწორი კვება ისევ, ანუ მივხვდი რომ ეს ერთი ულუფა, 1 2 3 ლუკმა, ჩემთვის საკმარისი ყოველ ერთ საათში, ეხლაც ესე ვარ, ყოველ ერთ საათში ერთხელ მშია და ვჭამ, ოღონდ ვჭამ ისე რომ 2 3 ლუკმა და ვჩერდები და მე კიდე ანუ ერთ საათში კი, თავს ული ყველანაირად კი. აი, რამდენ ხანში გაიღვიძე ბედნიერმა? ოპერაციიდან 1 წელში დავიწყე უკვე როგორი გაპრანჭვებიცი, სტილი შევიცვალე. უფრო ზედმეტად თავისმოვა დავიწყე. ყოველთვის მიყვარდა ფლირტაობა, ანუ არასდროს შეყვარებული არ მყოლია, 30 წელსზე გავხდი რომ შეყვარებული არ მყოლია, კი ეს ისევ ანუ 30 წლის გოგობა, იცოდეთ რომ ყველაფერი წინ გაქვს. პირველი სიყვარულიც კი. სულ მიყვარდა ეს ფლირტაობები, მაგრამ არ არსებობდა რომ პირველი მიმეწერა, ან ვიღაცას დავინახავდი და გოგობა პირველი მიწერა შეიძლება? არა, კი, გეთანხმები. ეხლა უკვე ყველაფერი შეიძლება, ნანუკა. ეგეც არასწორად დაჯერება ხონდა რომ ჯერ ბიჭყავდა მოხდა რაღაცა დროის დიდი. მე ძალიან კომპლექსიანი ვიყავი ნანუკა, ძალიან კომპლექსიანი. ხო, მე ყველა კომპლექსიანები ვიყავით ჩვენ. ხო და აი მოხდა ისე რომ საერთო მეგობრები გვყავდა. ხო და გამოცნეს ეს ბიჭი, რომელიც ახლა ჩემი მეუღლე და მასაც ვიღწევები აქვს წონასთან კლებაში. ვაუ, რა ხოლმე საერთო გაქვს? ერთ-ერთ რესტორანში ბარმენეჯერი იყო და ჩემი მეგობარი მუშაობდა იქ და დამირეკა რომ ასე ძალიან მინდა ძალიან უხდები თუ რაღაცა შენ დავუკავ ერთმანეთს რომ მინდა გაგაცნო რა. ანუ ამ ეპოქაში ხდება გარიგებები. როგორც ჩასკი. ნუ ვიცნობდით შორიდან ერთმანეთს, მაგრამ ხელი შეგიწყვეს ხელი. მივედი გავიცანე არაფერი სოფოლუკო, იქ დასრულდა ყველაფერი და თვეების შემდეგ გამომიგზავნა ფენდრე რეკვესტი და ანუ მაინც ყველაფერი სოციალურ ქსელში წყდება რა, ანუ ყველა გზა სოციალურ ქსელამდე მიდის. და იმის შემდეგ უკვე ქორწილით დასრულდა ჩვენი ურთიერთობა. რა მაგარია? კი, პირველი სიყვარულია ჩემი. ძალიან მაგარია. რა მოგიტანა ამ სიახლეებმა ცხოვრებაში? ირგვლივმყოფების დამოკიდებულების შეცვლა ჩემს მიმართ მომიტანა ცნობადობა. მოგვიწევს ცნობადობა არის შენ ცხოვრებაში სარფიანი და ამიტომ მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი გეგმები მაქვს წინ. რა საქმიანო? მე ახლა მუშაობ მიკროსაფინანსოში. რა გინდა მიკროსაფინანსოში, სოფო? რა გინდა მიკროსაფინანსოში? საუკეთესო მასალა ხარ ბრენდინგი რო შექმნა. ანუ შემოგთავაზონ აქ ვარ. არა, შენ არ პრიონ და შემოგთავაზონ, ეგ არასწორი მიდგომა. შენ უნდა შექმნა პლატფორმა გაქვს, ცნობადობა გაქვს. შენ ახლა უნდა შექმნა რაღაც ისეთი, რაც ხუთ წონის კლებაში დაეხმარება, იმიტომ რომ ხოლმე სანდოობა გაქვს. წარმოიდგინე, გურმანი ხარ. კვება იცი, სწორი რაციონის შედგენა იცი, იმიტომ რომ ამაში დაგხმარებია. მე შენს ადგილას იმ ნიჭიერ ენდოკრინოლოგს დავურეკავდი. და გავაკეთებდი, ხოთი საქართველოში რა ბიზნეს უჭერს. სწორი კვება. აქ ვერ შეჭამ, ვერ გამოიძახებ, ხარისხი არ უარგათ, ანუ ძალიან რთულია რა. შენ შეგიძლია შენი ხელით ეს აკეთო. ქმარსაც შეუძლია რომ რაღაცებს დაგეხმაროს. აქ ნიჭიერი ენდოკრინოლოგი ყავთ, მე შენს ადგილას გავაკეთებდი ბიზნეს, გამოძახებით სწორი კვების, მე კალორიას დავუთვრიდი, კვების რეჟიმს შევადგენინებდი და ხო ეს არის ჩემი ოცნება, ეხლა თქვენ რაც თქვენ ამ. რა თქმა უნდა ამას ოცნება, სოფო. თავარი არის რა, რომ ამ ბიზნესის ადამიანებს დილის 6 საათზე გაღვიძება არ დაეზაროთ.
გააკეთოთ იცი როგორ შრომის მოყარე ვარ. ვიცი დარწმუნებული. დილის 6 საათზე გააკეთოთ ახალი შეთუხტუხე ხუბულები გაუგზავნოთ და მთავარია რომ მე ვიგრძნოთ საუზმეს რომ ის ფრეშ არის. ესე იგი კალორაჟის დათვლა შეგიძლიათ, საჭმლის გაკეთება შეგიძლიათ, მიტანას, ანუ მიტანაში ხვარი დაგეხმარება, შენ გააკეთებ კალორაჟს, ხეთი შეგიდგენ, სუპერ. ბიზნესია. ნახოთ, ყველაფერი წინ მაქვს. წარმოიდგინე, როდესაც შენ გაყიდი ამას, შენი before after-ით. მე დაგეხმარები ჩემი სოციალური ქსელებით. დიდი სიამოვნებით დანო. და მე დარწმუნებული ვარ, შენ ძალიან ბევრი ჩემი მაყურებლისთვის იქნები იმედი და ბიძგის მიმცემი, რომ თვითონაც უნდა დაიწყო. კი, აუცილებლად. ნახეთ რა შედეგი დადო, ხალხნა. ნახეთ რა შედეგი დადო. თქვენ შეგიძლიათ, უბრალოდ დაიჯერეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ. აუცილებლად შეძლებთ, თუ მოინდომი და საკუთარი თავის სიყვარულს ისწავლეთ, აუცილებლად შეძლებთ ყველაფერს. თავარი ეგ არის, ჩვენ როგორც მოყვარს ჩვენი თავი, ისე გვიყვარს სამყარო. კი, ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა ნანუკა. ძალიან დიდი მადლობა.